ვაშლის მარი მართლა ახდუნებს? რამდენიმე მკითხა და ამიტომ ჩავწერ ვიდეოს რა ვიცით ვაშლის ძმის შესახებ. მის შემადგენლობაში შემავალი ძმარ მჟავას აქვს დადებითი თვისებები. ის ამცირებს სისხლის შაქრის დონეს, ასევე ამცირებს ინსულინის დონეს და შესაბამისად მადაც მცირდება. ასევე ამცირებს მიღებული საკვების გლიკემიურ ინდექსს. და შეიძლება გამოვიყევოთ მაშინ, როდესაც წონის კლების რეჟიმში ვართ, დავეხმაროთ, თუმცა არ შეცვალოთ ჩვენი კვება, ჩვენი ფიზიკური აქტივობა, რა თქმა უნდა, ასე არ არის. როგორ მივიღოთ ახლა ვაშლის ძმარი? ერთი ჭიქა წყალი, მიღებთ ერთ ჩაის კოვს. ორევ. აქვს ვაშლის ძმარს უარყოფითი თვისებებიც. კბილის მას აფუჭებს, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არ არის რეკომენდირებული. ისეთი კბილები დავიცვათ, აუცილებლად აი ესეთი საწყობით უნდა დალიოთ. მოკლედ, დიახ, ნამდვილად აქვს კარგი თვისებები, თუმცა ჯანსაღ და სწორ კვებასთან ერთად, კალორიების შემცირებასთან ერთად, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რის გამოც ყოველთვის არ არის რეკომენდირებული მისი მიღება.